გათენდა გუშინ ღამე კი იწვი, მაგრამ დღეს უკეთესი ამინდი ჩანს სამბევრად კურტკასაც აღარ მოვიცვა თხელი კურტკა, მაგრამ მაინც მოკლედ მეგობრებო დავსხდეთ ახლა და გავეშუროთ სამსახურისკენ მოკლედ დღეს არ ვიცი ხა რაზე ვილაპარაკო როგორც ყოველთვის გზაში ვფიქრობ ხოლმე რომ გამოდივარ სახლიდან ამიტომ ვილაპარაკოთ ფილმებზე დღეს ეს თემა გვაქვს მოკლედ შემოგთავაზებთ მოტოციკლებიდან ახლა ფილმებზე მე მგონი არავინ საუბრობს და ვისაუბროთ ჩვენ გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი ფილმების და სერიალების ასევე გემოვნება რას ურჩევდით ერთმანეთს რომ უყუროთ ამჟამად უყურებ სერიალებიდან Froms და Widow Space From's ცოტა ეხა ეს ბოლო სეზონი თითქოს ბოლო არა ამის წინ რა სეზონიც იყო თითქოს უფრო გაწელილს გავს ბოლო სეზონზე ეგეთ შეერთება არ დამრჩენია ბოლო სეზონზე უფრო რაც შეეხება Widow Space საინტერესო სერიალია ეგეთ თემებზე როცა იღებენ რამეს ყოველთვის უყურებ ხოლმე მომწონს და ვფიქრობ რომ ეს მისტიკა და ცოტა აი სულ ცოტა ჰორორი ერთად საბოლოოდ ძალიან კარგ პროდუქტს იძლევა რა რაც შეეხება სხვა სერიალებს ჩემს საყვარელ სერიალებს გეტყვით და უფრო მიხვდებით ერთსაც უყურებ ხოლმე უმეტესწილად პირველი ორი ადგილი იქნება The Wire და Breaking Bad ეს ორი სერიალი არის ნომერ პირველი ჩემთვის და ალბათ სხვა სერიალი ესეთი გადაღებული ესეთი ექშენით ასევე ესეთი როგორ თქვა სცენარით სადაც თითოეული პერსონაჟი სხვადასხვანაირად ვითარდება ალბათ არ აქვს გადაღებული სხვას არც ერთს რა ეს არის HBO-ს და AMC-ს რავი ორი ალბათ ჩემთვის ყველაზე დიდი სერიალია რა თუმცა არანაკლებია Better Call Saul სჯობს საურეკოთ Souls
ძალიან მაგარი სერიალია ესეც. ბევრს ურჩევნია კიდეც Breaking Bad-ს რა. რა თქმა უნდა ძალიან მაგარი სიუჟეტი აქვს. და თვითონ ერთ პერსონაჟზე არის ძალიან მაგრად აგებული მთელი სერიალი. და ისე არ ხდება რომ აი ვიღაც პერსონაჟი რო გამოჩნდება მე იმის ცხოვრებას რო იღებენ და საერთოდ არც სათაურთან და არც სერიალის შინაარსთან საერთოდ კავშირი რო არ აქვს. ეგეთი რაღაცები რო ხდება ხოლმე, ანუ ეგრე არ არის რა. ძალიან კარგად დალაგებულად მიდის მთელი სიუჟეტი მაგ სერიალში. ნუ მოკლედ ძალიან მაგარი სერიალია ეგეც, მაგრამ მესამე ადგილი მივცეთ მაინც მოდი ანარქიის შვილებს. იმიტომ რომ ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო სერიალია, ერთ-ერთი საყვარელი სერიალია ანარქიის შვილები. როცა ამ სერიალს უყურე ქართულად თავიდან მე ორიგინალი მინდოდა მენახა უფრო კარგად რომ ჩავწვდო მოდი სერიალს რა და რამდენიმე წლის შემდეგ უყურე ინგლისურადაც მოკლედ. ასე მოვიქეცი ასევე The Wire-ზე. ნუ აი არ ვიცი ეგ კულტურა ეს ნარკოტიკების თემა და პოლიციელების ეს ჩაჯდომა ძალიან კარგად აქვს აღწერილი. მით უმეტეს იმ პერიოდში ძალიან ისეთი თემა იყო ეგ ნარკოტიკები რა უფრო გასდიოდათ მოკლედ ასე ვთქვათ ნარკოტიკებით ვაჭრობა რა. უკან რაღაცა მარშრუტ გამოდის და ჯერ ხო კუდზე მაზის და მე კიდე ჭრინჭინებს არც მოხრუჭები უვარგა და როდის შემომეზილება არ ვიცი. ცოტა გაიზიე ხა ხო შეიძლება რა. ძალიან კარგად არის მოსული მოკლედ. ზიო ჩამოვიშორეთ და გავაგზავნოთ ხა ანარქიის შვილებზე საუბარი. ეს კიდე აქეთ მოვიდა რაც მე დამყვება ეს შემისა. როგორ ის არის? აი კარგი სერიალია, ვისაც მოტოციკლეტები უყვარს. უმეტესწილად ვისაც კრუიზერები უყვარს. და სურს რომ დრო გაატაროს ესე მოტოციკლეტების ყურებაში, ბაიკერების ყურებაში. ამ სერიალში არის ძალიან ბევრი რამ ერთად თავმოყრილი. როგორც ძმობა და ერთობა არის, ასევე არის ტრობაც. და ძირითად შემთხვევებში ძალადობრივი სცენებით გამოირჩევა ხოლმე. თუმცა ანარქიის შვილებს არ არის რომ აი ძალადობის გამო რაღაცას უყურებ. სტარი მოსახვევით არ არის მოკლედ რა. და ერთ მარტო ხოთაჟლეტა არის და მეტი არაფერი არ ხდება ფილმში. ეგრე ნახდად არ არის. ძალიან საინტერესოდ ვითარდება ყველაფერი. იმ ქალაქის გარშემო სადაც ესენი ცხოვრობენ და იმ კულტურის გარშემო რომელი კულტურაც არის მათი ყოველდღიურობა. მოდით მეოთხე ადგილზე გადავიდეთ. ნუ ხუთეულ შემოგთავაზებთ რა ხა და თქვენ მე რომელიც არ გაქვთ ნახი შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ
თუმცა მანამდე კიდევ ერთს გეტყვით, რომ ანუ ანარქიის შვილებს აქვს არ ვიცი სპინ-ოფი დავარქვა თუ რა დავარქვა, მაგრამ ანარქიის შვილებში არის ერთი მოტოკლუბი, მაიელები, მაიანს ესე ქვია და მათაც არის ცალკე სერიალი, რომელიც ასევე ძალიან კარგია, მაგრამ ნუ ანარქიის შვილები ბევრად ანუ გაცილებით უკეთესი არა. ისე არ არის როგორც Breaking Bad-ია და Better Call Saul-ი, ნუ გაცილებით დაბალი ხარისხის სერიალია. მაიელები, თუმცა მაინც კარგი საყურებელია რა, განსაკუთრებით იმის შემდეგ თუ ანარქიის შვილებს ნახავთ. მეოთხე ადგილს რაც შეეხება აი სამეულიდან ამ სამეულის მერე ძალიან ვყოყმანობ რა შეიძლება იყოს მეოთხე მეხუთე ადგილი, იმიტომ რომ მე უკვე ბევრი სერიალია ისეთი რა, კარგი საყურებელი აი ზე სერიალი რო არ არის, მაგრამ კარგი საყურებელია, ეგეთი ძალიან ბევრია და ამ სამის მერე მიჭირს რა. იდეაში ანარქიის შვილებიც ეგეთია, მაგრამ ჩემთან უფრო ახლოს არის ჩემს სტილთან და ამიტომ ვაყენებ მესამე ადგილზე მას. მეოთხე მეხუთე ადგილი, მოდი ერთად ვთქვათ, ისევე როგორც პირველი მეორე ვთქვით. ანუ არ ვიცი მან რომელია პირველი, რომელი მეორე. მოდი ერთი იყოს The Walking Dead-ი. The Walking Dead. რომელსაც იმ წლიდან უყურებ, რომელსაც გამოვიდა და მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ აი ზომბები და ესეთი პოსტაპოკალიფტური სერიალები ყოველთვის ძალიან მიზიდავდა რა, ახლაც ძალიან მიზიდავს და ზომბებზე თუ რამე გამოდის ხოლმე, ფილმი იქნება თუ სერიალი იქნება, ვუყურებ ხოლმე ყოველთვის. ეს წითელი რო აინთება მაინც მერე უნდა დაიწყო ხოლმე გადმოსვლა, რომ იმშელო და თავპირი ინტრიო იმაზე ხარ გადმოვა თუ არა ვიღაცა. ჩვენ აქ გავიდეთ ჩვენთვის. ნუ ზომბების თემები ზოგადად პოსტაპოკალიფტური სერიალებში რაც ხდება არ არის აუცილებელი მარტო ზომბები იყვნენ, თუნდაც აი ეს პროსტა გადარჩენა უწევდეთ ეს survival რაღაცა თემები მიზიდავს რა. თუმცა აი შუა პერიოდში აი დაახლოებით მეოთხე მეხუთე სეზონი ალბათ Walking Dead ხონდა ან მეხუთე მეექვსე რა, ზუსტად მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ აი როგორი იყო, იცი თითქოს დაიღალე უკვე რა, ყველაფრის ყურებით. სულ ანუ ყოველი სეზონის დაწყება და დამთავრება იყო ერთი თითქოს რა. ახალს არ გვთავაზობდნენ ვერაფერს. და იყო ცოტა მოსავეზრებელი, მაგრამ შემდეგ ნეგანი ჩაერთო საქმეში, ჯეფრი 딘 მორგანის პერსონაჟი, რომელმაც ალბათ ორი ყველაზე საყვარელი პერსონაჟი Walking Dead-ის მაყურებლებისთვის. ეგრევე შეიწირა რა. სახელები არ მithქვამს, ამიტომ ისაც ნახი არ გაქვთ, არ ვიტყვი. ვინ და სად და როგორ. ხო, ნეგანის მოსვლის შემდეგ უკვე სერიალში ირევა ყველაფერი. ან მართლა ირევა, ოღონდ არ არის კლასიკური Walking Dead-ი უკვე აღარ არის. და
ვუყურებთ სულ სხვა Walking Dead-ს. თითქოს სხვა სერიალი იყო რა, მაინც ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა. ახმა შეცვალე ღვედი ძმა. სადმე გაწყდება და ვარჩება იქ მერე და ოჯობია შეცვალვა რა. კარგად გამოვიარეთ, არავინ არ გადმოხტომია წინ. ხუთეულის ხანს მივაპირებდი, მაგრამ არ ვიცი ხა მეხუთე რა გითხრათ. რომელი სერიალი მოვაყოლო? თითქოს აი წარმოდგენაში მქონდა რომ ვიცოდი ჩემი top 5, მაგრამ ალბათ არ ვიცი. ნუ კაი, მეხუთე იყოს Prison Break-ი გაქცევა. ეხლა ეგ გამახსენდა უცებ, იმიტომ რომ ეგ სერიალიც რამდენჯერმე მაქვს ნახი. აი ისე მაქვს ნახი რა, რომ აი თავიდან რომ ვერ უმოღამებ და აი უცებ რაღაც catchy მომენტი დაგიჭერს. და ვერ უმოღამებ კი არა, მე უკვე ისე უზიხარ რომ აღარც გინდა რომ მორჩეს რა. ამიტომ იყოს გაქცევა მეხუთე. აი ხა უფრო ამომიტივდი და სხვა სერიალებიც, თუნდაც Lost-ი, ტერორი. კიდევ რა გითხრათ, პატარა სერიალებიდან, აი ჰორორი სერიალები რაც არის, აშერის სახლის დაცემა, Hill House-ის მოჩვენებები, Bly Manor-ი, Midnight Mass ასევე. ეს Midnight Mass უფრო არის Widow's Pay, როგორც არის ეგეთი სერიალი. ტერორსაც 2 სეზონი აქვს, მაგრამ ორივე სეზონი სხვადასხვა ისტორიას ყვება და უფრო არის თრილერი და მისტიკა ვიდრე ჰორორი, მაგრამ ძალიან მაგარი საყურებელია. აი ეგრევე დავიწყე და დავამთავრე რა. შევეხოთ სიტკომებსაც. სიტკომები ახლა დიდი მოყვარული არ ვარ სიტკომების, მაგრამ თიოსთან ერთად უყურებ ხოლმე რაღაცებს რა და არის სიტუაციები, სადაც შეგიძლია კარგად იცინო, მაგრამ ძირითად შემთხვევაში არ არის რა ესეთი, როგორც თვითონ მაგ სერიალებშია ყოველი მოქმედების შემდეგ რომ სიცილი ისმის ყველა მხრიდან, ეგეთი სასაცილო ნაღდად არ არის რა. ალბათ საუკეთესო სიტკომი იქნება How I Met Your Mother. ჩემი ეგ არის, იმიტომ რომ მაგ სერიალზე უფრო გამეცინა ვიდრე სხვებზე. ასევე Modern Family არ არის თუ დინამბილად და ბევრი სიტკომისიაც არ მაქვს ნახი და მაგაზე ბევრს არ ვილაპარაკებ. ამიტომ მესამე პირდაპირ Friends იყოს მოდი. იმიტომ რომ ალბათ Friends-მა უფრო დიდი გავლენა იქონია სიტკომების მოყვარულებისთვის ვიდრე სხვა დანარჩენმა, თუმცა ესეთი სასაცილო ჩემთვის არ არის როგორც ის ზემოთ ხსენებული 2.
მოკლედ მეგობრებო, მიუახლოვდით ფინიშის ხაზს და თქვენ თუ მირჩევთ რამე სერიალს, ახლა უფრო რაც რო გადის, უფრო მოკლე სერიალებს ვუმუღამებ, ასე ვთქვათ, horrors, mystical thrillers და მირჩიეთ რა შეიძლება უყუროს ადამიანმა. მაგ სტილის ფილმებიც ასევე, როგორც მაგალითად 28 დღის შემდეგ არის და ასე შემდეგ, პოსტაპოკალიფტური ფილმები. თუ გინდა Fight Club აიღე, ანუ ესეთი ფილმები მირჩიეთ და დამიწერეთ კომენტარებში რა შეიძლება უყურო. მე კი გზიდანვე დაგემშვიდობებით, აბა კარგად.